სოციალურ ქსელებში და ექსპერტებს შორის მუდმივი კრიტიკა ისმის. რატომ ერიდება ილია თოფურია სარკისიანს? თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ამ ბრძოლის არარსებობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა თოფურიას, რომელსაც, როგორც ჩემპიონს, აქვს უფლება აირჩიოს მაქსიმალური კომერციული პოტენციალის მქონე მეტოქეები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ UFC-სა და დანა ვაიტს. აშკარაა, რომ სარკისიანი პრომოუშენის შავ სიაში იმყოფება ინციდენტების გამო და შესაძლოა UFC-ს სტანდარტების მიხედვით მედია ვარსკვლავობის არ ქონის გამო. UFC, ბევრის აზრით, შეგნებულად უშლის ხელს არმანს. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ UFC შეგნებულად უმარტივებს თოფურიას გზას, სთავაზობს მას უფრო მარტივ და ნაკლებად სარისკო ბრძოლებს ჯასტინ გეიჯის, ან თუნდაც პედი პიმბლეტის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს სარკისიანისგან შესაძლო დამარცხება. მოტივი მარტივია. ილია თოფურია არის ოქროს ბატი, ახალი საბაზრო პროდუქტი ესპანური და ევროპული ბაზრებისთვის. ტიტულის მოპოვების შემდეგ პირველივე ბრძოლაში დამარცხება სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა მის კომერციულ ღირებულებას. ეს იოლი ბრძოლები, ჰეიტერების აზრით, არის UFC-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება მათი აქტივის დასაცავად და არა სპორტული აუცილებლობა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თოფურიას მიმართ სიმხდალეში ან უძლიერესთან ბრძოლის სურვილის არქონაში დადანაშაულება ზედაპირული ანალიზია. ის მზად არის ნებისმიერთან იჩხუბოს, მაგრამ მეტოქის არჩევანს პირველ რიგში პრომოუშენი კარნახობს. ცალკე უნდა აღინიშნოს კრიტიკოსების წრეებში არსებული გასაოცარი ბოდვა, მათ შორის ხაბიბის განცხადებები, რომ სარკისიანისთვის თოფურიასთან ბრძოლა იოლი იქნება. ბევრი, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ილიას ნოკაუტის ძალაზე და მის კრივზე, სრულად უგულებელყოფს მის გამორჩეულ საბრძოლო და გრეპლინგის, ჯიუ-ჯიცუს ბაზას. თოფურია არ არის უბრალოდ დამრტყმელი კონორ მაკგრეგორის სტილში. ეს არის ყოვლისმომცველი მებრძოლი, რომელიც იყენებს თავის დარტყმით ტექნიკას, რათა აიძულოს მოწინააღმდეგე შეცდომა დაუშვას და ნოკაუტის საფრთხე შექმნას. ის ირჩევს ნოკაუტს, რადგან ეს სანახაობრივია და მეტ ფულს მოაქვს, მაგრამ მისი ჭიდაობისა და თეიქდაუნებისგან დაცვის უნარი მას წარმოუდგენლად სახიფათოს ხდის ისეთი მოჭიდავისთვის, როგორიცაა სარკისიანი. იმის დაჯერება, რომ სარკისიანი უბრალოდ პარტერში გადაიყვანს ილიას და გააკონტროლებს, ღრმა შეუფასებლობაა. ისლამ მახაჩევის კამარუ უსმანის წინააღმდეგ ნახევრად საშუალო წონაში პოტენციური ბრძოლის შესახებ ჭორების გაჩენამ გამოავლინა ორმაგი სტანდარტები MMA-ის საზოგადოების რიტორიკაში. თუ კრიტიკოსები ითხოვენ, რომ ილია თოფურია მხოლოდ უდავო ნომერ პირველ პრეტენდენტს, არმან სარკისიანს შეებრძოლოს, რატომ ხრება მათი მოთხოვნები მოულოდნელად, როდესაც საქმე მახაჩევს ეხება? კამარუ უსმანი, მიუხედავად მისი ლეგენდარულობისა, არ არის ნახევრად საშუალო წონის საუკეთესო პრეტენდენტი. მან წააგო ბოლო ბრძოლები და მისი კარიერა დაღმასვლის ფაზაშია. ნახევრად საშუალო წონაში მებრძოლთა მთელი პლეიადაა, ახალგაზრდა, მშიერი და დამსახურებული მებრძოლები, როგორებიც არიან იენ გერი, შავკატ რახმონოვი, კარლოს პრატესი და სხვები. ეს მებრძოლები არმან სარკისიანისგან განსხვავებით არ აქვთ კონფლიქტი დანა ვაიტთან და UFC-სთან და არც ერთი მათგანი არ არის დასჯილი. თუ UFC მიისწრაფროდა სპორტული სამართლიანობისკენ, მახაჩევის ბრძოლა ერთ-ერთ ამ ამომავალ პრეტენდენტთან ლოგიკური იქნებოდა, რადგან ისინი უსმანზე უკეთეს ფორმაში არიან და უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. უსმანის არჩევა არის აშკარა გადაწყვეტილება, რომელიც კარნახობს მხოლოდ კომერციული მიმზიდველობით და სახელით და არა იმ სპორტული პრინციპით, რომელსაც თოფურიას კრიტიკოსები ასე მხურვალედ იცავენ. პარადოქსულია, რომ იგივე ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ თოფურიას ასაკოვან ან პიკზე აღარ მყოფ მებრძოლებთან ბრძოლისთვის, მაგალითად, მაქს ჰოლოვეი ან ალექსანდრე ვოლკანოვსკი, უცებ დუმან ან ამტკიცებენ უსმანის არჩევანს. კამარუ უსმანმა უკვე გადალახა გარკვეული ასაკობრივი ზღვარი და აშკარად არ არის იმ ფორმაში, რომელშიც იყო ჩემპიონი. თუმცა, მახაჩევის კონტექსტში მისი ასაკი და დაცემა იგნორირებულია და ბრძოლა ცხადდება ყველაზე რთულ და დამსახურებულად. შეუძლებელია ერთდროულად გქონდეს შეფასების ორი განსხვავებული სკალა. ერთი მკაცრი და პრინციპული თოფურიასთვის და მეორე დამთმობი და კომერციული მახაჩევისთვის. ხაბიბის გუნდიდან, მათ შორის მისდან, თოფურიას მისამართით წამოსული კრიტიკა იმის შესახებ, რომ ილიამ ვერაფერს მიაღწია, ან რომ მისი ბრძოლები ზედმეტად იოლია, ყოველგვარ დამაჯერებლობას კარგავს, როდესაც ის არ გამოიყენება საკუთარ ჩემპიონს, ისლამ მახაჩევის მიმართ.
თუ ხაბიბი მოუწოდებს თოფურიას შეებრძოლოს სარკისიანს, როგორც ყველაზე კონკურენტულ მეტოქეს, მან უნდა მოუწოდოს მახაჩევს, შეებრძოლოს გერის ან შავკაცს, როგორც ყველაზე კონკურენტული მეტოქეები ნახევრად საშუალო წონაში, და არა უსმანს, რომელიც ლეგენდაა კარიერის დაისზე. ეს ფარისევლობა ქმნის შტაბეჭდილებას, რომ კრიტიკის მთავარი მიზანი არის თოფურიას დისკრედიტაცია და მისი მიღწევების დაკნინება, არამედ სპორტული სამართლიანობის ხელშეწყობა. ჩეილ სონენი, რომელმაც ახლახან დატოვა UFC-ს ოფისები ლას-ვეგასში, შიდა ინფორმაციას გვიზიარებს. ის აღნიშნავს, რომ ილია თოფურია ყველაზე განხილვადი თემაა, რომელიც პოლარულ მოსაზრებებს იწვევს. თუმცა ამ საუბრებს შორჩ მან მოისმინა არგუმენტი, რომელმაც მიუხედავად ილიას მიმართ მისი პირადი სიმპათიისა, აიძულა გაჩერებულიყო და დაფიქრებულიყო. ეს არგუმენტი წამოაყენა გონივრულმა და პატივცემულმა ადამიანმა, რაც მას წონას მატებს. არგუმენტის არსი მარტივი და დაუნდობელია. ილია თოფურიას ქამარი უნდა ჩამორთმეოდათ და არა შეექმნათ დროებითი ტიტული, რომლისთვისაც ახლა გეიჯი და პიმბლეტი იბრძვიან. სონენი უღრმავდება UFC-ს დროებითი ჩემპიონატების ისტორიას, იხსენებს რა თავდაპირველ პრეცედენტს. ისტორიულად დროებითი ტიტული შემოდის, როდესაც ჩემპიონს ქამრის დაცვა არ შეუძლია ექსკლუზიურად ავადმყოფობასთან ან პრავმასთან დაკავშირებული მიზეზების გამო. ასეთ შემთხვევებში პრომოუშენი იჩენს წყალობას, გრეის. ჩეილი დომინიკ კრუზის მაგალითი მოხვავს. 3.5 წელი ტიტულის დაცვის გარეშე, მაგრამ მას ყველაზე ცუდი რამ დაემართა, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო და ეს მის კონტროლს მიღმა იყო. მას 3 ოპერაცია გაუკეთეს ჯვარედინი იოგებზე. დანა ვაიტი პირადად შეხვდა მას, რომ ქამარი წაერთმია, მაგრამ საბოლოოდ არამხოლოდ არ გააკეთა ეს, არამედ სტიპენდიაც კი გამოუყო. ჩვენ წყალობა გამოვიჩინეთ, რადგან ის ავად იყო და დაშავებული. ეს იყო პრეცედენტი. თოფურიას პრობლემა ტრავმვის ან ავადმყოფობის არარსებობა. გასაღები მომენტი, რომელზეც მთელი კრიტიკაა აგებული, ილია თოფურიას ტრავმვის ან ავადმყოფობის არარსებობა. თოფურია არ არის ავად და არც ტრავმვირებული. მისი გადაწყვეტილება არ დაიცვას ქამარი ამჟამად ნაკარნახევია სხვა მოსაზრებებით. შესაძლოა კომერციულად უფრო მომგებიანი ბრძოლის მოლოდინით, პირადი საქმეებით ან პაუზის სურვილით. სონენი მკაცრ დასკვნას აკეთებს. თუ გაგინდა გახვიდე და დაიცვა ქამარი და შენი სურვილის არქონა არ არის დაკავშირებული ტრავმვასთან ან ავადმყოფობასთან, მაშინ ეს არის ფარული ჩემპიონი, closet champion და ასეთი არ შეიძლება იყოს ჩემპიონი. დროებითი ტიტული, ამ ლოგიკით, არის ჯილდო წყალობისთვის ფორს მაჟორის დროს. თუ ფორს მაჟორი არ არის, წყალობა შეუსაბამოა და ქამარი უნდა ჩამოერთვას. სონენი აღნიშნავს, რომ ის პირადად უზომოდ დიდ პატივისცემას გრძნობს ილიას მიმართ. ის კაცურ საქციელს, Men Move, უწოდებს თოფურიას გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა 45 გირვანქის, ნახევრად მსუბუქი წონის ტიტულზე, როდესაც მიხვდა, რომ ამ წონით კატეგორიაში აღარ დაბრუნდებოდა, რათა ბიჩები არ შეეჩერებინა. ილიამ მზადყოფნა გამოხატა ქამრის დათმობაზე 55 გირვანქაშიც და უთხრა UFC-ს. განაგრძეთ, გააკეთეთ თქვენი ანონსები ჩემს გარეშე, სანამ მე არ ვარ. თუმცა UFC-მ უარი თქვა მისთვის ქამრის ჩამორთმევაზე და გადაწყვიტა დროებითი ტიტული შემოეღო. და სწორედ ახლა, ჩეილ სონენის აზრით, ეს გადაწყვეტილება პირველად დადგა კითხვის ქვეშ. UFC-ს ცივი ისტორიული პრეცედენტის საფუძველზე. ბიზნესის მკაცრი კითხვა: სამართლიანობა თუ ცივი გათვლა? ჩეილ სონენი აღიარებს, რომ არგუმენტი ცივი და სენტიმენტებისგან დაცლილია, მაგრამ MMA არის ცივი ბიზნესი, რომელიც აგებულია ფოლადის გალიაში ზიანის მიყენებაზე. უნდა შეინარჩუნო თუ არა ქამარი თუ უარს ამბობ ბრძოლაზე და შენი უარი ბრძოლაზე არ არის დაფუძნებული ავადმყოფობაზე ან ტრავმაზე. აი ეს არის კითხვა, ეს არის წინადადება. რას ფიქრობთ? ეს კითხვა გვაიძულებს გადავხედოთ მთელ სიტუაციას. თუ UFC ქამარს ჩამოერთმევდა, ეს დაადასტურებდა, რომ პრიორიტეტი ენიჭება აქტიურ დაცვას და სპორტულ პრინციპს და არა უბრალოდ ტიტულის შენარჩუნებას ხმამაღალი სახელის გამო. თუ UFC ქამარს დატოვებდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაძლოა ვარსკვლავს მიყვებიან და ეშინიათ თოფურიას როგორც ჩემპიონის იმპულსის დაკარგვის. სონენი ხაზ უსვავს, მას პირადად ილიამ მოსწოვს, მას მისის ჯერა, მაგრამ დადგა დრო დავფიქრდეთ, სად მთავრდება პირადი პატივისცემა და სად იწყება მკაცრი ბიზნეს პრინციპი. კრუზის 3.5 წელი მიეწერა ტრავმების კატასტროფულ სერიას, მაგრამ აქ ასეთი გამართლება არ არსებობს და ეს არის მთავარი განსხვავება.
ჩეილსონენი არ ამტკიცებს, რომ ქამარი უნდა ჩამოერთვას, მაგრამ ის პირველად აჟღებებს ძლიერ, ლოგიკურად დაფუძნებულ არგუმენტს, რომელიც ეწინააღმდეგება საყოველთაო აზრს. ეს არგუმენტი ეჭვქვეშ აყენებს დროებითი ტიტულის შემოღების პრაქტიკას, თუ ის არ არის ნაკარნაკების სამედიცინო მიზეზებით.